იმ კომპანიებს, რომლებიც ახალისებენ სამუშაო ადგილებზე ხშირ სოციალურ ღონისძიებებს, საშუალოდ უფრო მაღალი მოგება აქვთ, ვიდრე იმათ, ვინც იშვიათად ატარებს მსგავს ღონისძიებებს. ამის საფუძველზე უნდა ვივარაუდოთ, რომ კომპანია კოპიერი შეძლებს თავისი მოგების გაზრდას თუ სამუშაო საათებში მეტ გასართობ ღონისძიებას მოაწყობს თანამშრომლებისთვის. ოკეი. ჩვენ დავაყენოთ ეჭქვეშ აღნიშნული ვარაუდი, ესე იგი კომპანია კოპიერი შეძლებს თავის მოგების გაზრდას თუ სამუშაო საათებში მეტ გასართობ ღონისძიებას მოაწყობს თანამშრომლებისთვისო. აქ ხედავთ, რომ სამუშაო საათებზეა ყურადღება გამახვილებული, დებულებაში დასაწყისში არ ჩანს სოციალური ღონისძიებები დღის რომელ მონაკვეთში ტარდება სამუშაო საათებში თუ არა სამუშაო დროს. სამუშაო საათებში ხშირი სოციალური ღონისძიებები ნაკლებ დროს უტოვებს თანამშრომლებს, რომ მათ დაკისრებულ მოვალეობები შეასრულონ. საინტერესო პასუხია, იდეაში ქმნის აზრს, რომ შეიძლება ვერ შეძლონ თანამშრომლებმა თავიანთი მაქსიმუმის რეალიზება, იმის გამო, რომ ნაკლები დრო დარჩებათ მათზე დაკისრებულ მოვალეობის შესასრულებლად. ამ მხრივ ეს პასუხი ეჭქვეშ აყენებს. B. იმ კომპანიებს, რომლებიც არასამუშაო საათებში აწყობენ გასართობ ღონისძიებებს თანამშრომლებისთვის, ხშირად უფრო მეტი მოგება აქვთ, ვიდრე იმ კომპანიებს, რომლებიც ასეთ ღონისძიებებს სამუშაო საათებში აწყობენ, ხო? ეს პასუხიც საინტერესო პასუხია, თუმცა ვფიქრობ ხარისხობრივად უკეთესი არის A პასუხი. ამიტომ B-ს არ შევარჩევდი. კომპანია კოპიერს სამუშაოზე საშუალოდ დიდი მოგება აქვს და ის თითქმის არასოდეს აწყობს სოციალურ ღონისძიებებს სამუშაო ადგილებზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ღონისძიებებით კიდევ უფრო მეტად ვერ გაზრდის მოგებას, ხო? ამიტომ ის რომ მანამდე საშუალოზე დიდი მოგება ჰქონდათ, ამ უშუალო მსჯელობას არ უკავშირდება. იმ კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც სამუშაო ადგილებზე ხშირ სოციალურ ღონისძიებებს აწყობენ, ამას თანამშრომელთა წახალისების მიზნით აკეთებენ, ძალიან ზოგადია. კოპიერმა ერთხელ უკვე სცადა თანამშრომლების წახალისება, თუმცა ის არასოდეს გამოირჩეოდა მომგებიანობით მისი ზომის სხვა კომპანიებთან შედარებით არ გამოგვადგება, იმიტომ რომ შეიძლება სხვა კომპანიებს ვერ სჯობნიდა, მაგრამ წახალისების შედეგად მისი მოგება იზრდებოდა. ესე იგი, ამ მხრივ და B პასუხს შორის უნდა გაგვიკეთებინა სავარაუდოდ აქ არჩევანი. B პასუხი კიდევ ერთხელ იმ კომპანიებს, რომლებიც არასამუშაო საათებში აწყობენ გასართობ ღონისძიებებს თანამშრომლებისთვის, ხშირად უფრო მეტი მოგება აქვთ, ვიდრე იმ კომპანიებს, რომლებიც ასეთ ღონისძიებებს სამუშაო საათებში აწყობენ. მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ სამუშაო საათებშიც ჩატარებული ღონისძიებები ზრდის მოგებას. ანუ უშუალოდ ამას არ უკავშირდება და პასუხი პირდაპირ ამბობს, რომ თანამშრომლები მათზე დაკისრებულ მოვალეობას ვეღარ შეასრულებდნენ, რაც შეიძლება უარყოფითი შედეგის მომტანი ყოფილიყო.